რა გვაჩვენა ამ ერთმა წელმა რომ ვისაუბროთ როგორც საშინაო ასევე საგარეო ასპარეზზე და რა გვითხრა ჩვენი საზოგადოების შესახებ, იმიტომ რომ არის მთელი რიგი რამეები, რაც ჩვენც არ ვიცოდით, მგონი ჩვენი საზოგადოების შესახებ ყოველს ჰქონდა გარკვეული წარმოდგენა, მოლოდინები, ფრთხილი პროგნოზებიც ამ პროცესთან დაკავშირებით, იხსენებდნენ ხოლმე ბელარუსის 10 თვიან პროტესტს და ასე შემდეგ და რაღაცნაირად უპრეცედენტო ხანგრძლივობა აჩვენა ამ ყველაფერმა. თქვენთვის რა არის მთავარი საბეჭდილებები ამ წლის შესახებ? საღამოშვიდობის მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ეს ერთი წელიწადი რომ შევაფასოთ არა რაღაცნაირი ოპტიმისტური პათეტიკით, არამედ რეალურად, საქმიანად, ხო, ფაქტებით. ამ ვითარებაშიც რამდენიმე რამ გამოიკვეთა. პირველი ჩანს ცალსახად ის, რომ მოლოდინები რომ რეჟიმს ძალიან სწრაფად დაასუსტებდა და გამოშიგნავდა საზოგადოება იყო ალბათ ცოტათი გადამეტებული, მაგრამ ამავდროულად მიუხედავად ყველაფრისა ოპტიმისტური სურათია იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ისტორიაში თუ არ ჩავთვლით გადასახლებებს და იმ რეპრესიულ მანქანას, რომელიც უბრალოდ პირდაპირ ხოცავდა ხალხს და რაღაც ანონიმები იწერებოდა და ასე შემდეგ. მას შემდეგ, ხო, დამოუკიდებელ საქართველოს ამ მასშტაბის რეპრესიები არ უნახავს, არც ინდივიდუალური და ცალკეული და არც სისტემური. და არც აი ასეთი კონსოლიდირებული ხელის მიერ. და ამ პირობებში აღმოჩნდა, რომ აი როგორც სალომემ თქვა, საზოგადოება რაღაცნაირად თითქოს დრეკადი აღმოჩნდა, ხო? ანუ ეს უშიშრობის ზღვარი რაღაც ეტაპზე გადაილახა და იმის მიღმა თითქოს დარჩა მხოლოდ აი ეს ბრძოლის ჟინი. ანუ აი თითქოს რაღაცნაირად მოგვაწებენ როგორც სულ პირველი რუსული კანონის აქციები რომ ვნახეთ, აი რაღაცნაირად ახალგაზრდები შტურმით რო იღებდნენ ქუჩას და იმად გადმორეცხავდნენ მანქანები და მე ცოტა ხანში ხედავდი როგორ უკან ბრუნდებოდნენ. აი რაღაცნაირად თითქოს ეს დრეკადობა მთელი წელის განმავლობაში გამოყვა საზოგადოებას, იმიტომ რომ ამ ადამიანებს იჭერენ და ვხედავთ რომ იჭერენ გაღიმებული სახეებით, იქიდან ხელს უქნევენ პროტესტანტებს და მე ისევ იქ ბრუნდებიან. ანუ რაღაც მენტალური და ფიზიკური ზღვარი გადალახა საზოგადოებამ, რომლითაც რეჟიმსაც ანახა, რომ აი ამ რეპრესიებს აქვს თავისი ლიმიტები. კი, რასაკვირველია, ყველა შეიძლება დაიჭირონ და ერთჩვენ მათ შეუძლიათ თეორიულად, რომ ყველა 30 წლით დაიჭირონ. რა თქმა უნდა, პოლიტიკური ფასი აქვს. რასაკვირველია. კი, რა თქმა უნდა, უბრალოდ აი ამ მცირე საზოგადოების პირობებში ფაქტია, რომ აი ამ რადიკალურ ნაბიჯებზე საბოლოო ჯამში მაინც ვერ მიდიან. კი, ვიღაცას დაიჭერენ 2 დღით, ვიღაცას დაიჭერენ 1 კვირით, ვიღაცებს არ შერჩევითად დაუმძიმებენ ბრალს, მაგრამ ესე მასიურად ვერ გუდავენ აი ამ პროტესტს. როცა დიქტატურა კონსოლიდირებული არ არის, სრულად ვერ უგულვებელყოფ ყველანაირ საზოგადოებრივ აზრს, როგორც არ უნდა ფუთავდე, რომ თითქოს არაფერი არ გაინტერესებს. კონსოლიდაციის გზაზე ალბათ ბევრი აღარ უკლია, იმიტომ რომ სულ რაღაც რამდენიმე მერყევი რგოლი დარჩა, რომლის ამოხშობას თუ ჩაქოლვას თუ ამოქოლვას ცდილობს რეჟიმი და შეძლებს მაღალი ალბათობით ამ ეტაპზე ასეთ. რას ვეძახით კონსოლიდირებას, ეცეც საინტერესოა, თუ საზოგადოებაში დასაყრდენი ჯგუფები ცოტა ფართოდ ვერ იპოვა ამ რეჟიმმა, ის ინსტიტუციურ დონეზე რაც არ უნდა კონსოლიდირდეს, მაინც ალბათ კონსოლიდაციაში მე ვგულისხმობ სუფთად თეორიულ დონეზე, რომ ის მონოპოლიზებას ახდენს ყველა იმ რგოლის, ანუ ყველაფერს იმორჩილებს, რაც პასუხისმგებელია დემოკრატიულ ცვლილებაზე. ანუ ამას გულისხმობ, რომ ხო, ინსტიტუციებს პირდაპირ და არაპირდაპირ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს გაფორმებული. ხო, ანუ იმიტომ რომ არ სჭირდებათ ობიექტურად ამ ეტაპისთვის საჭიროებაც არ არის, მაგრამ იმას ვამბობ, რომ მას ძალისმიერი მეთოდებით შეუძლია რომ დაგჯაბნოს და მას შეუძლია თქვა ელექტორალური ავტოკრატია შექმნას ისე რომ აი ატაროს ეს არჩევნები და ამ არჩევნებში მაინც ყოველთვის თვითონ იყოს, იმიტომ რომ შეუძლებელია ეს რაღაც ფორმალური გზით გადალახვა. ამას მოვიაზრებ მე ვერტიკალის და ძალაუფლების კონსოლიდაციაში და პასუხისმგებელი არა მხოლოდ ფორმალური ინსტიტუტები, არამედ მათ შორის ბიზნესი იქნება თუ გულის წყარო თუ ძალოვანი უწყებები და ასე შემდეგ. მაგრამ
მაგრამ აი ამ წარმოუდგენელი დისპროპორციული ძალთა ბალანსის პირობებშიც, როცა ერთხარ ეს არის ყველაფერი, მათ შორის წინააღმდეგობის ჩახშობის ძალაუფლებაც, ხო? ანუ ჩვენ პრაქტიკულად თავდაცვის შესაძლებლობაც კი არ აქვს, იმიტომ რომ პირბადებზეც კი გიჭერენ და თუ გინდა რომ აირწინაღი იყიდო, ვერ ყიდულობ, იმიტომ რომ ვისაც შემოქონდა ვეღარ შემოაქ, იმასაც მიადგნენ და შენით გამოიწერ და ვერ გადმოიყვანა. ადამიანები ეძებენ ახლა სმოგია, აწუხებთ და ვერ ყიდულობენ, იმიტომ რომ აფთიაქებში არ არის ის კონკრეტული პირბადები. თავდაცვის შესაძლებლობაც კი წაგვართვეს, არა თუ თავდასხმის, რაც თავის თავად თეორიულად დიქტატურაში ლეგიტიმური შესაძლოა ყოფილიყო, ხო? მაგრამ ნუ არ არის ამის ყველა ის გამოგაცალა. მიუხედავად ამისა, ვერ ახერხებენ, რომ და პირველ რიგში არა მხოლოდ შიგნით, არამედ გარეთ მათ უქმნით ეს პრობლემას, რომ ვერ ახერხებენ საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი დღის წესრიგი დაიბრუნონ. ანუ აი ეს პროტესტი იქ 3 კაცი იქნება თუ 5 კაცი იქნება თუ 2000 კაცი იქნება, ეს ხელშემშლელია, იმიტომ რომ საქართველოს პირველ რიგში ეს ტოვებს საერთაშორისო ყურადღების ცენტრში. გუშინ თქვენ კოლეგებთან მქონდა საუბარი რიგაში, სადაც ასევე გაიმართა საპროტესტო აქცია და კი ისინი ამბობენ, რომ უკრაინამ ბევრი რამე გადაფარა და კარგია რომ გადაფარა და ამიტომ გვიჭირს რომ საქართველოს პედალირება ხშირად მოხდება, მაგრამ მიუხედავად ამისა საქართველოს სულ არის ყურადღების ცენტრში, იმიტომ რომ ეს ხალხი ყოველ დღე მაინც დაუზარლად გამოდის გარეთ და ეს პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ რეჟიმი ვერ ახერხებს თავისი დღის წესრიგის აღდგენას, რაც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ახლა რა თქმა უნდა ივანიშვილს არ ადარდებს საქართველოში შიმშილით რამდენი ადამიანი დაიღუპება, რა თქმა უნდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, დიქტატურა არის ძვირი სიამოვნება, ანუ მას სჭირდება ბევრი ფული, მას სჭირდება ბევრი ნაღდი ფული, ეს საბანკო ანგარიშების მიმოქცევით არ ფუნქციონირებს დიქტატურები, მით უმეტეს ქვეყანაში, რომელსაც თავისი ეკონომიკური რესურსი პრაქტიკულად არ გააჩნია, თვითკმარი ეკონომიკა არც ერთი კრიტერიუმით არ აქვს, ხო? ამიტომ მას მაინც ადრე თუ გვიან ჭირდება რაღაც ტიპის კომუნიკაცია დასავლეთთან და იქ საერთოდ ვერ აღწევს და პირველ რიგში ამერიკას არის იმედიც ქონდა, იქ საერთოდ ვერ აღწევს და ვერ აღწევს მხოლოდ ამიტომ, იმიტომ კი რომ ხალხი დაარბია მან, ხალხ სხვა რეჟიმებიც არბევენ და დასავლეთი მაინც ელაპარაკება მათ. იმიტომ რომ ეს პროტესტი უბრალოდ არ წყდება. ეს არის რატომაც აწუხებს მას და არა იმიტომ რომ ვინმეს ახლა თავისი რაღაც დაცვის მანქანით გადაადგილება უჭირს. თან ერთია პროტესტის აქტიური კერები, აი აქციებს როგორცაც ხედავთ და სხვადასხვა ტიპის მსგავს შეკრებებს და ასე შემდეგ და მეორე აი ყოველდღიურ ცხოვრებაში რა იგრძნობა ხოლმე გიორგი შერმადინის კალათბურთელის გაცილების ეპიზოდში ძალიან კარგად გამოჩნდა რამდენად ფართოა და ღრმად წასული უკმაყოფილება და წინააღმდეგობა რეჟიმის მიმართ მიუხედავად იმ შიშისა რომლის დანერგვასაც დილს ამას ხო გვიფუთავენ იქ რაღაც 30 ნაციდან რომ აღარ დამთავრდა ეს 30, მაგრამ ხო მან ხო იცის რომ ძალიან სპონტანური რეაქცია იყო, ხა ვინ იცოდა რა სიტყოდა გიორგი შერმადინი. არა თუ სპონტანური რეაქცია, არა მხოლოდ სპონტანური რეაქცია იყო, არამედ რამდენიმე თამაში, ბოლო თამაში სხვადასხვა სპორტის სახეობაში, რომელიც საქართველოში გაიმართა, აქამდე, ნუ ის იყო ხოლმე რაღაც საიტი ეკიდებოდა და ბილეთებს ვერ ყიდულობდი და პრაქტიკულად ვერ ავსებენ მოედნებს და სტადიონებს სწორედ იმიტომ, რომ პირველი საზოგადოებას ხალისი დაუკარგეს და მეორე იმიტომ, რომ აი რაღაცნაირად უარყოფითი მარგინალიზება მოახდინეს იმ კეთილი სახეების, რომელსაც ჩვენ გმირებად წარმოვიდგენთ და ვისაც გულშემატკივრობთ. არა, ფუთება ეგ თითქოს მარცხის და მარცხების გამოა. ამაზე 100-ჯერ მეტი მარცხი და წარუმატებლობა შეიძლება ქონოდათ სპორტულ მოვლენებში, მაგრამ გულშემატკივარი არ იყო კონკრეტულად იმედგაცრუებული. აქ პრობლემა ხო იმაშია, როცა რეჟიმი ცდილობს, რომ მიიწებოს სპორტული წარმატებები. იმათ პოზიციებშიც არ არის. აი, ამაში არის მთავარი პრობლემა, როცა რეჟიმი ცდილობს, რომ მიიწებოს საკუთარ თავზე. მე აი ამ ინდივიდუალურ მოთამაშეებს, რომლებსაც ჩვენ გვინდა რომ აქტოვანებით ვუყურებდეთ, ის რყნის და აი ამ თავის ჩვეულ კორუფციაში ისე ითრევს, რომ ის საბოლოო ჯამში არც ერთი მშობლისთვის სამაგალითო არ არის, რომ მის შვილს უთხრას, რომ ასეთი მინდა რომ იყო, როცა იცის, რომ აი რაღაცა ამ წარმატებას მერე უცებ მოყვება რაღაცა წილი იმაში, კალათის კომპანიაში. და ალბათ სხვებმა ეს რაც მოხდა. ამიტომ ძალიან ძალიან ჯანსაღი საზოგადოებრივი ნიშანია და მათ შორის იმის დასტურიც და აი ეს ხალხმრავალი შეკრებაც გუშინ იმის დასტურია, რომ
კი, რა თქმა უნდა, ყოველდღე ყველა რუსთაველზე ვერ იბლის. შეუძლებელია, მე ეს ვერ დავდივარ და ვერავინ ვერ შეძლებს ამას. მაგრამ ფაქტია, რომ ეს საპროტესტო მუხტის მაინც არსად არ მიდის. 10-ზე გამრავლდება და 20-ზე ეს რაოდენობა, როგორც კი უბრალოდ საზრდას დაინახავს ადამიანი, ან უფრო მეტად გაბრაზდება და ყოველთვის რაღაც მოვლენებზე არის მიბმული, ძალიან რთულია თარიღზე იყოს, მაგრამ ძალიან სოლიდური რაოდენობა იყო ობიექტურად და სასიამოვნო იყო ადამიანებისთვის ერთმანეთის დანახვა გუშინ განწყობაზე დემოგრაფიულად მრავალფეროვანი, სოციალურად მრავალფეროვანი, პროფესიული სეგმენტის მრავალფეროვანი, ეგ არის ალბათ, ანუ პირველად ხდება ეს ქართულ საზოგადოებაში. გუშინ საუბრობდით ზუსტად მაგაზე, რომ საერთოდ ყველა ასაკობრივი ჯგუფის, ყველა სოციალური ჯგუფის, ყველა პროფესიული თუ სხვადასხვა წრის წარმომადგენელი ძალიან მრავალფეროვანი შემადგენლობა იყო და თქვენ რაზეც საუბრობდით რიშის და შაჰინის გამოხმაურებაზეც მინდა რომ ვთქვა, ზუსტად პროტესტს რა მნიშვნელობა აქვს. აი ისინი საუბრობდნენ მაგაზე დღეს და მიმართავდნენ ქართულ ოცნებას, რომ მათ ისწავლონ ამომრჩევლის მოსმენა და ამის ნაცვლადო და პოლიტიკურ ოპოზიციასთან თანამშრომლობის ნაცვლადო პროტესტის ჩასახშობად გადაიდგა უპრეცედენტო ნაბიჯები ავტორიტარული კანონების მიღებითო პოლიტიკური ოპოზიციის წევრების დაკავებით და აკრძალვით, დაშინებით, ცილისწამებით, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების და მისი საელჩოს თანამშრომლების მიმართ ესეც აღინიშნა. და აი საგარეო ასპარეზზე რო ვილაპარაკოთ, როგორი რაღაცნაირად წარუმატებელია მათი მცდელობები. არ ვიცი რა მოლოდინი არსებობდა ტრამპის ადმინისტრაციასთან დაკავშირებით, მაგრამ რო ქონდათ ფაქტია თვითონ გველაპარაკებოდნენ ამ მოლოდინთან დაკავშირებით. აი ახლა რა სიგნალებს უშვებენ? აი პაპუაშვილის საგას რო გადავხედოთ, მათ შორის ელჩი ყოფილ ელჩი დეგნანთან დაკავშირებით თავის მართლებაც რომ მოუწია, როგორ აძალებდა ეს მეორე ფრონტის გახსნას. მე ვიდეოსაც ვაჩვენებთ ისე შეგვიძლია პრინციპში ვაჩვენოთ. თუ შეგვიძლია გავუშვათ და ძალიან საინტერესოა როგორ დაიბნა. კაი, ცოტა ხანში ვაჩვენებთ, გვექნება მაგის საშუალება. თქვენი ახსნით, რა ცდილობენ ისინი დასავლეთთან მიმართებით და ამერიკის შეერთებულ შტატებთან რა პოზიციონირებაში არიან ახლა? ხო, როგორც ვთქვი, ეხლა მათ რთული დილემა აქვთ იმის გათვალისწინებით, რომ მე არ განვიხილავ ივანიშვილს და მის წრეს მოსკოვისგან დამოუკიდებელ მოთამაშეებად, ეს არ არის რაღაც დამოუკიდებელი ერთეული, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ოპერირებს, მაგრამ უბრალოდ რუსულ ინტერესებთან თანხმედრაშია, არამედ მე მგონია, რომ ისინი პირდაპირ ძალიან კონკრეტულ ვერტიკალს ექვემდებარებიან, საიდანაც მათ არსებითად არჩევანის თუ გადახვევის უფლება და ფუფუნება არ აქვთ. ამავდროულად ისიც ფაქტია, რომ პირველი რუსეთს ასე პირდაპირ და დიდი რესურსით მათთვის არცალია დღეის მდგომარეობით და მეორე ის რომ აქ სიტუაცია ასე თუ ისე მაინც თვითონ უნდა მართონ და როგორც ვთქვი ეს უკავშირდება საკმაოდ სოლიდურ ფინანსურ რესურსს იმისთვის რომ დიქტატურა რაღაც ფორმით გრძელვადიანად იყოს შენარჩუნებადი დაჭერადი ისე რომ თავისივე ვერტიკალის შიგნით არ გაექცეთ ხალხი ამისთვის მათ რაღაც ეტაპზე აუცილებლად ჭირდებათ დასავლეთთან რაღაც ტიპის კომუნიკაცია. კი, აქამდე ცდილობდნენ რომ ეს კომუნიკაცია იყოს თავისი პირობებით, იმიტომ რომ სხვა პირობების ფუფუნება არ აქვს, როგორც ვთქვი. ტრამპის იმედი იმიტომ ჰქონდათ რომ მათ გულუბრყვილო წარმოდგენა ჰქონდათ რომ რუსეთი და პუტინი და ტრამპი ისე ხურდაში მოყვებოდა და ეტყოდა რომ ამ ჩემი ბიჭია და თავი დაანებე მაგასო და უგულებელყვეს აბსოლუტურად რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს სრულიად განსხვავებული კონკრეტული გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს სტრატეგიული და ინფანტილიზმია ხო აბსოლუტურად რო ეს და მათ შორის პუტინის მიმართ ზედმეტი მოლოდინი რომ ეგონათ რომ ეხლა საქართველოს პრიორიტეტად დადგებოდა პუტინსა და ტრამპს შორის მოლაპარაკების დღის წესრიგში და აუცილებლად ეს რაღაცნაირად დაბავებული მშვიდობა ექნებოდა აქ როგორც მათ წარმოედგინათ და ფაქტია რომ აი წელიწადი გადის ხო რაც ტრამპი მოვიდა და აბსოლუტური არანაირი კომუნიკაცია არ შედგა. ვერანაირი კომუნიკაცია არ შედგა, ესე იგი, ცადეს ოფიციალური გზებით, ცადეს ლობისტების გზებით, ცადეს ბიზნესების გზებით, ცადეს ბიზნეს დელეგაცია. უბრალოდ პასუხის გამცემიც კი არავინ ყავთ ისინი იქიდან ელაპარაკებიან ძალიან ოფიციალური ხაზით ისინი ეუბნებიან რომ თუ ჩემთან საუბარი გინდა აგერ ელჩი მყავს და იმას ელაპარაკე და თუ რამე გინდა აი ეს წინაპირობებია შეასრულე ეს წინაპირობები მე მოდი და დავილაპარაკოთ ეს ადმინისტრაცია და პოლიტიკოსები კიდევ ვინც საქართველოს საკითხით არის ტრადიციულად დაინტერესებული იმათ წარმოადგენდა კიდე აგერ იმათი კარგად არიან ინფორმირებული მოვლენებთან არანაირი შანსი არანაირი შანსი არ
იყო, როცა ეს მეგობარი აქტი სწრაფად განხილვა, რაღაცნაირად შეჩერდა დროებით და შეფერხდა, ისიც ისიც უშუალოდ ერთეული რომელი ლობისტი დაუმახინჯებს ახლა წარმოადგენებს და შეუცვლის ადამიანებს, რომლებიც დეკადებია ადევნებენ თვალყურს აქ რა ხდება და ძალიან კარგად კითხულობენ იმას ახლა რაც არის ამათი პოლიტიკური სახელმძღვანელო უნახავთ კომიკური რეჟიმის მცდელობის იქ შეგვიძლია გავუშვათ უკვე ვიდეო და ვნახოთ აი გროტესკზე რო ვსაუბრობთ პაპუაშვილი არ გაგვახსენდეს ძალიან რთულია ეგნანის შესახებ რამდენიმე დღის წინ თქვით, რომ ის უკრაინაში ომის დაწყების დროს თუ არ ვცდებით, თქვენთან კაბინეტში იმყოფებოდა, მაგიდაზე მუშტებს აბრახუნებდა და მოგიწოდებდათ ესკალაციისკენ, ამ ომში ჩართვისკენ. აი ამ მითხარით თუ სანქციების დაწესებისკენ მოგიწოდებდა და არჩევას ბნელ მხარეს ვიქნებოდი თუ ნათელ. ანუ ომში ჩართვისკენ ახლა ამბობთ, რომ არ მოგიწოდებდათ კელი დეგნანი. თქვენ ამ კითხვის პასუხად გაიხსენეთ კელი დეგნანთან შეხვედრა. როცა ჩვენ გკითხეთ, ვინ იყო მაგალითად ის ელჩი, ის პირი საერთოდ, ვინც მოგიწოდებდათ ომში ჩართვისკენ. მოვიდა და პირველი სიტყვები იყო ის, რომ რა ხდება, შეშფოთებულია ვაშინგტონი, აირჩიეთ ახლა ნათელ მხარეს ხარ თუ ბნელ მხარეს. რატომ არ აწესებთ სანქციებს? დააწესეთ სანქციები. ნებისმიერი მუშტებს გიბრახუნებდათ მაგიდაზე. ესეც თქვენი სიტყვებია. ხო, ეს გადატანით მნიშვნელობით ახლა ჩემ კაბინეტში და ჩემ კაბინეტს მივიღოთ მე მუშტებს ვერავინ მიბრახუნებს, მაგრამ ასე თქვით თქვენ ბატონო შალვა. თქვენი სიტყვებია. იმისთვის თუ აღაღმეწერა მკაცრი ტონი. რომ უნდა აგვერჩია ახლა აქ იქნებოდა ნათელ მხარეს ვიქნებოდი თუ ბნელ მხარეს და რაც არ უნდა მეთქვა უხსნიდი რა ამ გარემოებებს არანაირი პასუხი არ აინტერესებდა თავარი პასუხი აინტერესებდა ის რომ გვეთქვა კი დავაწესებთ სანქციებს რა თქმა უნდა როცა დააწესებთ სანქციებს ნიშნავს კი წავალ ესკალაციაზე რუსეთთან და რუსეთთან ესკალაციას რა მოძდევს შედეგად ეს მანამდე 4 დღით ადრე ქონდა ნანახი კიევში დაბნეული ჩანდა ცოტა და რაღაც საკუთარი სიტყვები და შინაარსი რაღაცნაირად შეცვალა, იმიტომ რომ ვერსიაც სხვანაირად შეფერხდა. კი, სახელმწიფო დეპარტამენტში გვიპასუხეს ჩვენ ამაზე, როცა თავდაპირველი განცხადება გააკეთა, რომ ეს ბრალდებები სრულად მცდარია და ამის შემდეგ 100% რუსული დეზინფორმაციაა. ხო, ამის შემდეგ გააკეთა ეს რაღაცა განმარტება თუ ფია ამას. გამოჩეული ფიგურა არის მოწინავე ამ ანტიდასალურ რიტორიკაში და დისკრედიტაციის მცდელობაში. ნინო, აი რა პერსპექტივას უქადეს ამ რეჟიმს თუ მან ვერ მოახერხა უახლოს მომავალში, როგორც თქვენ თქვით, გამყარება თავისი საკუთარი თავის დღის წესრიგის საერთაშორისო ასპარეზზე. სადამდე შეიძლება ეს მივიდეს, რა ალტერნატივა აქვს მას? მას ანუ ობიექტურად ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ შეიძლება ძალიან სწრაფად გვინდა ცვლილებები, რასაკვირველია, მაგრამ ისე არ არის, რომ მათ ახლა ყოველდღიურად ბიუჯეტის შევსება გაუჭირდებათ, ესე არ არის და ანუ ამის მოლოდინიც მცდარი იქნებოდა, რომ გქონდეს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში მათ ალტერნატივა არ აქვს, იმიტომ რომ საქართველოს არ არის იმ მასშტაბის თუ ინტერესის თუ მოცულობის და ზომის სახელმწიფო, რომელსაც უბრალოდ სხვა ქვეყნები ადგენდნენ და პუტინის ხათრით შეინახავდნენ, მაგალითად ჩინეთი ან მაგალითად რა ვიცი ერთ კონკრეტულ არაბულ ინვესტიციას აბამენ რაღაცნაირად ქვეყნის გეოპოლიტიკურ მომავალს და იმედებს. ჯერთი იმისთვის ანუ ჯერთი ინვესტიციას საფუძველი ჭირდება, ხო? იმისთვის რომ ინვესტიციები განხორციელდეს ქვეყანაში, ამისთვის ქვეყანაში ეკონომიკა უნდა ვითარდებოდეს. ინტერესი უნდა ქონდეს, ინვესტორი სამხრივი მოთამაშე ხო არ არის, ალტრუისტი ხო არ არის, რომ უბრალოდ მოვიდეს და მოდი ახლა ქართველებს კარგად ვაცხოვრებთ მას. სიცოცხლე ინტერესი უნდა ქონდეს, ხო? მაგალითად ჩინეთის ინტერესი საქართველოში იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ საქართველო მიბმულია ევროპულ ბაზრებს. ამ შემთხვევაში ლოგიკურია, რომ მას ინტერესი ექნებოდა საინვესტიციო პროექტები განიხილოს. ან მაგალითად თუ საქართველოს შედის ევროკავშირში, მისი ეკონომიკური ბრუნვა იზრდება, საქართველოში ტურიზმი იზრდება, ინდუსტრიები ვითარდება, ამიტომ საჭიროებაა კიდევ უფრო მეტი სასტუმრო შეიქმნას, კიდევ უფრო მეტი, ვთქვათ, რაღაც დეველოპური პროექტი შეიქმნას, ინფრასტრუქტურული პროექტი შეიქმნას. ამის საჭიროება ქვეყანას თუ არ ექნება, ის რაღაცაში უნდა ჩადოს ეს. ინფრასტრუქტურაში აუთვისებელი ქონდა თან რესურსი, კარგად არ აქვს მაგ მიმართულებით საქმე. ისე პრემიერ-მინისტრი უწოდებს ადამიანთავს და კვადრატულებზე გელაპარაკება და რაღაც ანუ ამის განმარტება რო უწევს, საერთოდ რა მოცემულობა არის, რაღაც პარლამენტის ტრიბუნასთან რო დგები, სერიოზულად აღიქვაო საკუთარ თავს და რა იღირება კვადრატული და კოეფიციენტი მაგაზე ელაპარაკები. და ამავდროულად საუბრობენ საინვესტიციო პროექტზე, რომელსაც საინვესტიციო დატვირთვა ეკონომიკისთვის საერთოდ არ აქვს. ეს არ არის პროექტი, რომელიც ქართველებისთვის არის განკუთვნილი, ან საქართველოს მოქალაქეებისთვის არის განკუთვნილი. ეს არ არის
პროექტი, რომელიც რაღაც დოვლადს გამოიმუშავებს, რომელიც ეკონომიკაშივე იდება და ამით საქართველოში მაცხოვრებელი ნახავს ხეირს, ამიტომ აბსოლუტურად არის რაღაცა. თან რაღაც არის პირობა, რომელიც მორიგჯერზე შეგვიფუთეს, რაღაც ბუშტივით შემოგთავაზეს, ჩვენ აქედან ვერაფერს ვერ მივიღებთ. ენკას მაგალითი გვაქვს, რომ შეიძლება აქეთ დაუჯდეს მე ბიუჯეტს სახელმწიფოს. ანუ ესეთი ჩახლართული გაუგებარი პირობებით არანაირი გამჭვირვალობა გააჩნია რა გარანტიით შედიან და იქ გამჭვირვალობის უმინიმალურ სტანდარტსაც არ აკმაყოფილებს, აი გარემოს დაცვითი ეფექტიდან დაწყებული ყველაფერი აინტერესებთ ადამიანებს, რა ვიცი. ამიტომ რო დაუბრუნდეთ კითხვას, აი რამდენ ხანს გაძლევენ დასავლეთის გარეშე, კი ახლა კიდევ ერთხელ ვამბობ, რეჟიმი თავისთავად შესაძლოა რომ დიდხანს გაძლოს იმის გათვალისწინებით, რომ მას არ ადარდებს, თქვათ, სოციალურად ადამიანები როგორ იარსებებენ და რაღაც რა შეჭამენ ხოლმე. ადამიანებს სხვა ინტერესებს თვითონ როგორ არსებობენ. მაგრამ გრძელ ვადაში შეუძლებელი იქნება აქ მუდმივი დიქტატურის შენარჩუნება, თუ რაღაც დასავლეთში კარი არ გაიღო. ეხლა მოლოდინი და ვარაუდი სავარაუდოდ იმას ეფუძნება, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ადრე თუ გვიან დასრულდება. ივანიშვილი იმედოვნებს, რომ ეს ომი დასრულდება ან შეჩერდება ამ ეტაპზე რუსული პირობებით და რუსეთის სასარგებლოდ, სადაც რასაკვირველია ძალიან დიდია საფრთხე, რომ მაშინ აქვს აბსოლუტურად სხვა რეალობა აღმოჩნდეს და მაშინ მათ რაღაცა პანჯარა თეორიულად უჩნდებათ დასავლეთთან რაღაც მოლაპარაკების თუ გადატვირთვის თუ რაღაც ახალი ეტაპის წამოწყების, მაგრამ თუ შევხედავთ ამას დასავლეთის თვალით და თუ შევხედავთ ევროპის დედაქალაქების გადმოსახედიდან, მაშინ ისიც გვესმის, რომ პირველი ისინი საქართველოს და უკრაინას ერთიან კონტექსტში განიხილავენ ამ შემთხვევაში და ამავდროულად საქართველოს მათთვის დამოუკიდებელი ინტერესის საგანსაც წარმოადგენს კავკასიის რეგიონში. ამიტომ და მესამე და მთავარი, ისინი საქართველოში დღეს არსებულ დე-ფაქტო რეჟიმს არ განასხვავებენ რუსული რეჟიმისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ იმის ალბათობა ძალიან დაბალია, რომ ივანიშვილთან ოდესმე რამე ფორმით კონსტრუქციული დიალოგი წარიმართოს. კი ბატონო, გავყვეთ უკრაინის თემას ჩვენი საუბრის ბოლოს და შემდეგ გადავათქვე აკაზარქვასთან გავაგრძელებთ მაგ თემას, რომ შევაჯამოთ ახლა თქვენი ხედვით რა წერტილშია ეს ბოლო ეპიზოდი, რაც 28 პუნქტიანი გეგმით დაიწყო და შემდეგ სხვა ტიპის განვითარებაც პოვა, ხომ? იქ თავის მხრივ ზელენსკის ერმაკი გადადგა, კრიზისი აქვს ერთგვარი, როგორ შეიძლება აღწეროთ ახლა ეს სურათი, რა ეტაპზეა ეს მოლაპარაკებები და ზელენსკის პოზიციები? ზედაპირულად და მოკლევადიანად ცუდი ფაქტია. იმიტომ რომ აქ მე მგონია რომ თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ რუსეთი არსებით უპირატესობას ვერ მოიპოვებს სამხედრო თვალსაზრისით და ამიტომ ყველანაირად ცდილობს რომ სხვაგვარად შეუყენოს წყალი უკრაინას და ცუდი ის არის რომ ვთქვათ აი ამ სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში სულ მუსირებს ახალი არჩევნების თემა, ზელენსკის ჩანაცვლების თემა, რაც იმთავითვე რუსული გეგმაა. ამიტომ მე იმედი მაქვს რომ ამ წერტილს გავცდებით და რაღაც ეტაპზე დასავლეთი მაინც შეჯერდება იმაზე, რომ ეს არ უნდა იყოს მოლაპარაკების საგანი, ვიდრე რაღაც ობიექტური რეალური სამშვიდობო გეგმა არ იქნება. ანუ ეს სანაცვლოდ ეგ ნიშნავს იმას, რომ უკვე გზას უხსნი ცვლილების შემთხვევაში გზას უხსნი იმას, რომ მაღალი ალბათობით ნებისმიერი ვინც იქ არ უნდა მოვიდეს, დაიწყებს მინიმუმ რაღაც ტიპის პრორუსული პოლიტიკის გატარებას, გადატვირთვას ასე შემდეგ, რაც იქნებოდა ძალიან დიდი შეცდომა დასავლეთის მხრიდან. ჩვენ გვაქვს ამის ფუფუნება, რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ეს ასეა და მრავალგზის გვინახავს ჩვენ თვითონ რას ნიშნავს რეჟიმ ჩეინჯი, თუ ეს არის რუსეთის მხრიდან იძულებით თუ ზეწოლით განხორციელებული. მაგრამ კარგია ის, რომ ეს 28 პუნქტიანი გეგმა უბრალოდ რაღაც ამდღიანი ნიუსი იყო და მე სწრაფად ვედაკორექტირდა იმის გამო რა პროცესებიც განვითარდა ამ გეგმის შემუშავების შედეგად და უკან. მათ შორის იმიტომ, რომ უკრაინა ძალიან მყარად დგას, მათ შორის იმიტომ, რომ დასავლეთი ამ შემთხვევაში სხვა შორის ახლა აქ ისე პაპუაშვილი არ ვიცი რატო პაპიარებთ ამ კაცს, მაგრამ უნდა ვახსენო ახლა. თვითონ იქცევს ყურადღებას ყველაფერს ამბობდა, რომ ესო ისე რომ ვინ გაიგონაო, რომ დასავლეთიო ახლა ითხოვსო, რომ მეც ვიყო მოკლედ ანუ გამსაზღვრელი სიტყვა მეთქმოდესო ამ სამშვიდობო გეგმის შემუშავებაში ძალიან დიდი ბოდიში, იმიტომ რომ რუსეთი ამ შემთხვევაში დასავლეთს ებრძვის, ან მარტო უკრაინა არ არის სამიზნე და დასავლეთმა ეს როგორც იქნა გააცნობიერა. რუსეთი 90-იან წლებში საქართველოში ირიბად დასავლეთს ებრძოდა და დასავლურ ინტერესებს საქართველოში და
დასავლეთის რაღაც არსებობას ამ რეგიონში და მთელი ამ პერიოდის 2022 წლამდე, კი არა ლამის 25-მდე დასავლეთს ეს არ ესმოდა და ეხლა როგორც იქნება უბრალოდ ძალიან მყარად ითქვა ყველა დედაქალაქში რომ სამიზნებართ ჩვენი უსაფრთხოება დაუცველია თუ უკრაინა დაეცემა და თუ რუსეთი მის ძალაუფლების ფორმაციას იმით ისე შეინარჩუნებს როგორც ის დღეს არის წარმოდგენილი. ამიტომ კი ზუსტადაც რომ დასავლეთი ძალიან მყარად დგას და დათმობებზე არ აპირებს წასვლას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთ შემთხვევაში ევროკავშირის გულისხმობ. და ბრიტანეთს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა.